ქალს აქვს ცხიმი მუცელზე, ქალს აქვს ცხიმი ორგანიზმში. ფუ შემსუქანო. ყოველ ჯერზე როცა გიტყდება ძალიან გრცხვენია რომ იყიდო პაკეტი, არის კონსულტანტი ბიჭი, ან უბრალოდ კაცები არის მაღაზიაში. იცოდე, ეს არის პატრიარქატის ბრალი. ყოველ ჯერზე როცა გეზიზღება შეინთავი მაკიაჟით გარეთ თუ ხარ, ეს არის პატრიარქატის ბრალი. ყოველ ჯერზე როცა შეგრცხვება რომ გაქვს ხელზე თმა, ეს არის პატრიარქატის ბრალი. და ყოველ ჯერზე როცა შენი სხეული არ არის ისეთი როგორიც შენ მოგწონს, ისეთი ფორმის და მაგის გამო შენ გეზიზღება შენი თავი, ეს არის პატრიარქატის ბრალი. ბიჭებსაც შეეხება. ყოველ ჯერზე როცა შენ გიტყდება ტირილი და გამოაჩინო შენი ისე გრძნობები, რომ რაღაც მომენტებში გიზნელდება რაღაცეები, რაღაც პრობლემა გააქვს, იღლები, ეს არის პატრიარქატის ბრალი. აი, ეგ გავიგეთ. ანუ ასეან, მაშინ რა არის პატრიარქატი? რატოა ცუდი პატრიარქატი? რატო არის დღემდე ეგ სისტემა შემორჩენილი? და რა შუაში აქვს ფემინიზმი? რას ითხოვს ფემინიზმი საერთოდ? დღეს მე ამას გეტყვი და ძალიან მარტივად, ძალიან ადამიანურ ენაზე. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ფემინიზმი არ ებრძვის კაცებს. ფემინიზმი ებრძვის სისტემას. სისტემა, რომელიც შექმნა პატრიარქატმა. რა არის პატრიარქატი? სისტემა, რომელიც აგებულია კაცებზე და უფრო კაცები რო იყვნენ კომფორტულები. ეს სისტემა ვინააგო? ვინააგო და წლები არავისი სოციუმიდან დაწყებული, კულტურიდან დამთავრებული და ხალხმა მოკლედ. ანუ ერთი პიროვნება არ ყავს, რომ აი ამან ააგო, მოდი ამას დავაბრალოთ. არ არის ეგეთი. და ეს პატრიარქატი საუკუნეების განმავლობაში გრძელდება და საუკუნეებიდან მოდის უკვე. ანუ ეს რელიგიაშიც კი არის ძალიან ბევრჯერ, რომ ქალი უფრო იჩაგრება, ქალს უფრო მეტი შეზღუდვა აქვს ვიდრე კაცს. ანუ რა უნდა ფემინიზმს, რომ გქონდეს ორივეს თანასწორი უფლებები. ყოველ ჯერზე როცა ვფიქრობ, რომ არ მიგიღებენ და ესეთი უნდა იყოს, რომ მიგიღონ და მაგის გამო იცვლი შენს ხელს და თან იზიანებ საკუთარ თავს და არ მოგწონს, მაგრამ უძლებ ამ ტკივილს, ეს არის პატრიარქატი. პატრიარქატი არის სისტემა. სტანდარტების სილამაზის არის სისტემა. სუსტად მაგაზეა რომ იძახიან რომ აი ქალს არ უნდა კონდეს თმას ხელზე, მაგრამ კაცს ხდება. ქალს არ უნდა დაეთყოს რომ დაბერდა. ნაოჭები ძალიან ცუდია, წადი გაიკეთე ბოტოქსი. მაგრამ კაცს ხდება. გოგო ჭამს შაურმას? გოგო ჭამს მეტს ვიდრე რა ვიცი, ერთი ჩემი ხელის ულუფა? ფუ შემსუქან. კაცი ახლა კაცს ენერგია ჭირდება მეტი, კაცი მოკლედ ხო მიხდით რა არის? ხო მიხდით რა სებრძვის ფემინიზმი? ხო მიხდით რომ არ უნდა ვიყოთ სტანდარტში მოქცეული. მაგრამ სამწუხაროდ ყველა ვართ რაღაც დოზით მოქცეული. იმიტომ რომ მე თავადაც მაკიაჟის გარეშე ჩემი თავი არც ისე რომ მომეწონებოდა. მაგრამ მე ძალიან ბევრი რაღაც გამოვასწორე. მაგალითად თმა არ მიტყდება, ამოდ მართლა თმა არ მიტყდება, მაგრამ ხანდახან თუ მე მაწუხებს კი, შემილია, შევემცირო, მაგრამ თმა ხელზე მით უმეტეს no problem. ჩხილები, რომ შილა კი არ მიკეთია, წამწამები არ მაკაკეთებული, იმიტომ რომ ჩემი ყველა თანატოლი, ყველა გოგოს ხო არის, გოგოს იმიჯი რომ ეგეთი უნდა იყოს. არ ვარ ეგრე. I feel okay. ფემინიზმი ხო იძახის თავისუფლებაზე, მაგრამ თან ეს თავისუფლება რო იძახიან, რომ იცი რა არის, მკერდი რო გავიკეთე, ჩემი არჩევანია. მკერდი რო გავიკეთე ტუჩებში, ეს ჩემი არჩევანი იყო. აბა დაფიქრდით კარგად. შენი არჩევანი იყო თუ უბრალოდ აქიდან ზეწოლა რო სტანდარტების აქიდან ხალხის და იფიქრე რომ პრობლემა. თორე აბა ეგ რო არ ყოფილიყო დაფიქრდებოდი რომ რაღაც შენი ტუჩები არ არის საკმარისად ლამაზი, შენი მკერდი არ არის იმ ფორმის რაც უნდა იყოს. აბა დაფიქრდით. ფილოსოფოსი ხალხი ხო ძალიან ჭკვიანია, მაგრამ რამდენი იყო ფილოსოფოსი კაცი, რომელიც იყო ქალთმოძული. მას მხოლოდ გასამრავლებელ სხეულად ხედავდნენ, რიტანდნენ. ქალი არა ადამიანიო. წამლები ტესტირდება უფრო კაცზე და კაცის სხეულზე. ანუ ქალმა რო დალიოს მიიღოს და რაღაც ეფექტი იყოს რა, საწინააღმდეგო, ანუ side effect. ანუ რა ქართულად? ხო, side effect-ი რო იყოს, ეს კიდიათ ფეხებზე. საფრთხების ხვედი მანქანაში რო ჯდები, ასე რო იწებ, ეგეც კი იყო დიზაინი გაკეთებული სტანდარტული კაცის ანატომიის მიხედვით. კაი, მაგას დავანებოთ თავი. 12 საუკუნიდან მოყოლებული მეცნიერ ქალს არ აღიარებდნენ, მეცნიერი ქალის კვლევებს პარავდა კაცი, ანუ ქალი ქმნიდა, მაგრამ სახე ამის და სახელი განთქმული სახელი რომ იცი რა, ეს მოიფიქრა ამან და გარეთ კაცის სახელით. ქალი ქმნიდა, მაგრამ ხალხი იცნობდა როგორც კაცმა შექმნა. ვიდეოში უბრალოდ ამდენს ვერ ჩავატებ, თორე რამდენი მაგალითია. მოიძიეთ ინფორმაცია და ნახავთ. აქ ჩაგისვამთ თუ არ შემეზარება და ნახეთ.
მატილდას ეფექტი. მატილდა ის ქართველი მოდელი როა, მაგაზე არ ვიცახი. სულ სხვა რაღაცა მატილდას ეფექტი. შეგიძლიათ დაგუგლოთ, გაეცნოთ მაგ ინფორმაციას და დაინახავთ რაში არ ფასდებოდა ქალი. როგორ ვებრძვით ამ სისტემას ახლა? იმით რომ ქალებს აქვს უფლება რომ აირჩიოს იმ მშობიაროს, არ იმ მშობიაროს გააჩინოს ბავშვი თუ არ გააჩინოს, კარიერა აირჩიოს თუ არა. გულია ქალის ხმას უკვე აქ ოდნავ მაინც რაღაც ძალა. შეუძლია უჩივლოს. მაგრამ ხელფასის სისტემა არის ქვეყნები, სადაც კაცს უფრო მეტს უხდიან ვიდრე ქალს. არა და ორივე ერთნაირ სამსახურს აკეთებენ, კი არა და მოვალეობას. ნელ-ნელა ხდება ესეთი რაღაცა, რომ სისტემა არ ვიცი, ან ფემინიზმის საშუალებითაც არის და ხალხის საშუალებითაც ხდება ეგეთი რაღაცა, რომ კაცებიც უკვე ძალიან საკმაოდ კარგ როლს ასრულებენ ბავშვის ცხოვრებაში და ბავშვი მარტო პატარაობიდან მარტო ბებიას და დედას არ ხედავს, ვინც მას უვლის.